მოგესალმებით, ვაგზავნებთ ჩვენს პოდკასტს. ეს რიგით მე-9 პოდკასტი და დღეს სტუმრად არის ლუკა ნემსაძე, ჩვენი ძმა და მეგობარი. ლუკა, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე. დღეს მეორე სტუმარი იქნება ჩვენი. კი. საკმაოდ საინტერესო მოსაუბრა ფილმებზე და დღეს სწორედ ისეთი ფილმი შევარჩიეთ, რაც სამივეს გვიყვარს და მაყურებელთა უმრავლესობასაც შესაბამისად კრისტოფერ ნოლანის ალბათ საუკეთესო ფილმი ინტერსტელარი. რომელიც რეიტინგებში ერთ-ერთი პირველი არის და ნამდვილად იმსახურებს ამას, იმიტომ რომ მართლაც შედევრი და გენიალური ფილმი არის. გაიცან საზოგადოებას და პატარა შესავალივით. მოგესალმებით. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 კურსის სტუდენტი ლუკა ნემსაძე. ხო, ინტერსტელარი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმია, რა თქმა უნდა. ამიტომ ვზივარ აქ სწორედ. იებო, ალბათ. და კარგი საინტერესო საუბარი გვერის წინ თავის შეიძლება ცოტა ვიჩხუბოთ, მაგრამ არა უშავს. შეიძლება როგორც ლუკამ გითხარ, კენასივეთად გადაიქცეს ჩვენი პოდკასტი. დავიწყოთ მოკლედ ზოგადი საუბარი. ჯერ თვითონ ფილმის რეჟისორი უკვე ვახსენეთ, კრისტოფერ ნოლანი, ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი და ჰოლივუდის ისტორიაში საკმაოდ დიდი სიტყვა თქვა თავისი. ნოლანის შემოქმედება ახლა ზოგადად მაინც ალბათ ინტერსტელარითაა ხო ცნობილი. ყველაზე მეტად, გადაღებული აქვს პრესტიჟი არის, ასე ვთქვათ. Dark Knight ტრილოგია. მეორე ადგილზე არის IMDb-ის რეიტინგი. ნამდვილად და აღსანიშნავია ნოლანის და ასეთი კომპოზიტორის ჰანს ციმერის კოლაბორაცია, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო კოლაბორაცია მთელი ჰოლივუდის ისტორიაში. იმიტომ რომ რაც რეჟისორი, ის კომპოზიტორი და მათი ასე ვთქვათ თანამშრომლობა ქმნის ისეთ შედევრებს, როგორიცაა ინტერსტელარი. ჰანს ციმერს აღარ ჩავუღრმავდებით, პრინციპში ამით გაითქვა, ამ ფილმის მუსიკით გაითქვა სახელი, იმიტომ რომ მართლაც ერთი-ერთში ზუსტად შესაბამისი მუსიკები აქვს დაწერილი, როგორიცაა Cornfield Chase და სხვები დამოვიწყდა კიდევ No Time for Caution, Stay. თუნდაც, რომელიც ყველა ინტერსტელარში არის და რითი გამოირჩევა ახლა ეს ფილმი ზოგადად, ვთქვათ, ხო არ დაიწყებ თუ? ნოლანზე ოდნავ შესავალს გავაკეთებთ და მე დავიწყოთ. ნოლანი არის რეჟისორი, რომელიც არ მიიღეს რეჟისორების სკოლაში თავიდან, როცა მივიდა და კაცს წამოვიდა და შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო თავისი მიმდინარეობა კინემატოგრაფიის ისტორიაში. ზოგადად ადამიანს რო ესმის ნოლანი ყურშულ, ალბათ ეგონება რომ აი ვინ არის ასეთი ეს ნოლანი რა მანახეთ და რო უყურებ, აი მე ხვდები რამდენად დიდებული ადამიანი არის კი, აი რო უყურებ მართლა ფილმებს, იმიტომ რომ მე ხა ადრე მაგალითად ფილმებს კი უყურებდი, მაგრამ ესე რეჟისორებში გარკვეული არ ვიყავი რა ადრე. და მე რო უყურებ ნოლანის ფილმებს, რო გავიგე როგორი რეჟისორი არის, მე ხელები ავწიე რომ მეთქი ეს ყოფილა თუ რეჟისორი მართლა რა. და რაც შეეხება ჰანს ციმერს, ჰანს ციმერი ჩემი აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი და ჩემთვის ჰანს ციმერი და სასცენო კომპოზიტორი ხო ფილმებისთვის და ფილმებისთვის და ჰანს ციმერი და ნიო მორიკონე მეორე კიდე ჩემი საყვარელი რეჟისორი, კომპოზიტორი ფილმების მხრივ. ერთ-ერთ სიტყვას მეც ჩავთავ ზოგადად. თავი შეხება. მაგობ. ხო, რეჟისორი ნოლანის ხა ყველა კარგად იცის იმას, რომ გააჩერე ქუჩაში კითხვა ერთი რეჟისორი მითხარ, ალბათ ნოლანი გეტყვის. კი, დღეს ყოველ შემთხვევაში. დღეს. ასე ვთქვი ჩვენი თავი. ჩემი თავი. თქვენი არის. ან ნოლანს ან ტარანტინოს ფოტოშოპში. ხო, კი. ორი ყველაზე ცნობილი. კი ბატონო. ხო, რაც შეეხება კომპოზიტორს, ბატონი ჰანსის და ნოლანის ურთიერთობა და მეგობრობა დიდხნიანი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი ისტორიაც მაგალითად როგორ მივიდა ნოლანი ჰანსთან, როგორ შესთავაზა, ასე ვთქვათ. არანაირი სკრიპტი, სცენარი, ისტორია არ მოუყოლია, პირდაპირ უთხრა ამაზე და ამაზე, მინდა რომ გავაკეთო. ეს არ იყო რომ რაღაცა sci-fi-ის ვიღებ, ან რაღაც ეს იყო მამაშვილ ურთიერთობაზეო, განშორება, რაზეც არის ამ ფილმის თავარი ფერცი, ხო?
და მარტო ამის შემდეგ დაწერა ჰანს ზიმერმა და მერე ნოლანიც მიხვდა თავად პირიქით, რაზე უნდა ასე ვთქვათ გაეკეთებინა და სადმა ყოფილიყო ფილმის გული. ცნობილი ისტორია ბატონო ჰანს თავად ყველგან ყველაფერს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რითი განსხვავდება ინტერსტელარი სხვა sci-fi ჟანრის ფილმებისგან. მართალია ჩვენ ბოლოს მაინც შევადარებთ ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს 2001-ს, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი შედარება გამოვა ამათი, მაგრამ ინტერსტელარში როგორც კოსმოსურ იმებზე არის, რა ქვია, მთელი მოტივი, ასევე არის ემოციური ფონი. თან საკმაოდ მძაფრი და დასამახსოვრებელი მამა-შვილის ურთიერთობა, სივრცის და დროის მიღმა, ასევე სიყვარული სივრცის და დროის მიღმა და თან ისე არის ეს გადმოცემული, რომ ასე ვთქვათ, ცალკე ადგილი უკავია ინტერსტელარს sci-fi ჟანრების ფილმებს შორის. ხო, ნუ უკვე ვახსენეთ, ეს ემოციური დრამა არის თუ სამეცნიერო ფილმი, ორივე არის. კრისტოფერ ნოლანმა მოახერხა ეს და შექმნა უბრალოდ დააკმაყოფილა ეს ორივე კატეგორია და თან უმაღლეს დონეზე. ამიტომ გამორჩეულია. ამიტომაა გამორჩეული ინტერსტელარი. რაც შეეხება თვითონ პატარა ექსკურსი რო გავაკეთოთ შინაარსის, ნუ თავარი განვითარება იწყება ფერმერული ამერიკის პერიოდში, უბრალოდ ფერმერულ ამერიკაში, სადაც შეიქმნება საშინელი კრიზისი, მთლიანი დედამიწის, რაღაცა დაიწყება მტრის ხანა თუ მტრის ეპოქა, საკვების პრობლემა, მოკლედ საშინელი გვალვა თუ რა შეგვიძლია და კანადაშია გადაღებული. ხო, კანადაში არის გადაღებული და აღსანიშნავია ის თუ რატომ მაინც და მაინც ფერმერული ამერიკის ესთეტიკა. 1930-იან წლებში Dust Bowl იყო ასეთი პერიოდი, აღარ მახსოვს ზუსტად 5 თუ 7 წელი გაგრძელდა, რასაც თან დაერთო მე დიდი დეპრესია და მოკლედ ეს იყო პერიოდი, როდესაც საშინელი გვალვა იყო, უწყლობა, გამოუსადეგარი გახდა მთლიანი ფერმერული ამერიკის კონტინენტი და სწორედ კავშირში იპოვა, რომ კავშირში იყო ეს ორი პერიოდი ერთმანეთთან და სწორედ ამიტომ გადაიღო ამერიკის მხარეს ინტერსტელარის დასაწყისი. ხო, ახლა მოდი ერთი ის ვახსენოთ კიდევ. ზოგადად ნოლანსა და CGI-ის ურთიერთობა, ნოლანსა და CGI-ის ურთიერთობა რა უფრო მტრობა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნოლანს არ უყვარს CGI-ის გამოყენება თავის ფილმებში, თითქმის არავის არ იყენებს და ეს აქაც მithქვამს გადაცემებში და ერთ-ერთი სცენა, ცნობილი სცენა, როდესაც მანქანით მიდიან ამ სიმინდის მინდორზე, ეგ არ არის CGI, ეგ მართლა მანქანით გაიტანა ეგ სიმინდი, ანუ რეალური, ანუ მართლა გაზარდა კაცმა სიმინდი ამოიყვანა, რომ ფილმი გადაიღო და მანქანას გაიტანა მე ეგ სიმინდი. კი არ გაზარდა უბრალოდ ისეთი ადგილი შეარჩია, სადაც ეს გავალამაზე ხა მე დრამატული. ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მაქსიმალურად რეალისტურად იღებს ნოლანი. ხო, მინიმალურად აუცილებელი არის. შავხოს ვერ გადაიღებს. ხო, ფიზიკურად. ვერ წავიდოდნენ იქ. ახლა რო იღებს ოდისეას მაგას ვერ გადაიღებს CGI-ის გარეშე ალბათ, მაგრამ ხო, ნუ აღარ გადავერთოთ ახლა სხვა ფილმებზე. ახლა ყველა თქვენგანს გაუჩნდებოდა ეს კითხვა ამ ფილმის დროს, რომ თუ დედამიწა კრიზისში არის, რატომ წავიდა მერფი? უბრალოდ რატომ წავიდა კუპერი სხვა სამყაროში, სხვა გალაქტიკაში, იმის მაგივრად რომ დარჩენილიყო და ეს კრიზისი მოეგვარებინა და გამოსავალი სწორედ დედამიწაზე ეპოვა. ნუ ალბათ ძალიან ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა ახალი სიცოცხლის ძიება სხვა გალაქტიკაში, სხვა რეალობაში და სწორედ ამიტომაც მიდის კუპერი თავის ეკიპაჟთან ერთად, ის მე აღმოჩნდება ერთ ღამეს გაიტაცებენ თუ ხო რაღაცა ეგეთი იქნება და აღმოჩნდება NASA-ს ერთ-ერთ საიდუმლო ორგანიზაციაში დაწესებულებაში შეიძლება ითქვას, რომელსაც უკვე დაწყებული ჰქონდა ძებნა ახალი სიცოცხლის და სწორედ კუპერი, ყოფილი ინჟინერი და კიდე რა პროფესიის იყო და პილოტი, ხო? ერთ-ერთი ხომალდის პილოტი და სწორედ ამიტომ შეარჩიეს კუპერი ამ ექსპედიციის ერთ-ერთ ლიდერად
და დაიწყება მზადება ამ ექსპედიციის. შემდეგ რა ხდება უკვე? განიხილავენ რომ აქამდე გაუშვეს ვიღაცები და აღმოაჩინეს ყველაზე მთავარი ერთ-ერთი რაც არის wormhole-ი. Wormhole-ი კი. იუპიტერთან სიახლოვეს უბრალოდ მახსოვს. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, რეალური მოვლენები, იმიტომ რომ ამ ფილმში კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ, ისეთი ბუნებრივი ფიზიკური სხეულებია, როგორიც შავი ხვრელი, ასევე დროის დილაციაცა, რომელიც აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზე არის დაყრდნობილი. აი, როდესაც მილერის პლანეტაზე ჩავლენ, იქ ერთი წამი უდრის დედამიწაზე რამდენიმე ხო, 1 საათი უდრის 7 წელს. და მე აღმოჩნდება, რომ იქ გასული 3 თუ 4 საათი სინამდვილეში არის 28 წელი დედამიწაზე. აქ ასევე გამოყენებული არის ზოგადად ხო თანამედროვე ტექნოლოგიები არის, საკმაოდ განვითარებული ტექნოლოგიები არის და გამოყენებული არის რობოტი ტარსი ხო თუ არ ვწდები, რომელიც დადის საკმაოდ უცნაურად, მაგრამ მოსხერხებელი რობოტი არის საკმაოდ და ეხლა რაც შეეხება მილერის პლანეტას, ხელოვნური ინტელექტით აწყობილი რობოტი. კი, რაც შეეხება მილერის პლანეტას, ზოგადად მისი გარეგნობა როგორ გამოიყურება, ხო, წყალი არის მთლიანად და ანუ ეს უცნაური გარეგნობა აქვს ძალიან როგორც მილერის პლანეტას და იმის გააზრება, რომ აი გერმატო 1 საათი 7 წელია დედამიწაზე, ძალიან აი ჩემთვის ძალიან უცნაური იყო მე რო უყურებდი და კიდევ თავარი რაც არის მაგ ყველაზე ეპიკური და მნიშვნელოვანი მაგ სცენაში პლანეტაზე, წლის პლანეტაზე ასე ვთქვათ. Mountains ქვია თუ სწორად მახსოვს, სანსიმერის ნამა მუსიკას კი, ხო, Mountains და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არის წამზომისის. ხმარობის. თითო საათი გადის ყოველ, ასე ვთქვათ, პიკზე. ხო, ჩვენ გამოგვჩა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, პრინციპში დეტალი არა, ფილმის დასაწყისიც და დასასრულიც, სწორედ ამითი არის გენიალური, კუპერის ოთახი, რომელშიც როცა დაიწყება ეს დედამიწის კრიზისი, ოთახის შუაში რაღაც ერთგვარი კუპერის ოთახი არის. ესე მერფის ოთახის ბოდიში, რომელშიც რაღაცნაირი მაგიური ქვიშა დაიწყებს მტვერი. ხო, მტვერი დაიწყებს, ასე ვთქვათ, რაღაც უცნაურ მოძრაობებს და სწორედ ეს მაგიური მტვერი აღმოჩნდება, რომ ესაა სწორედ ის დროის, როგორ ვთქვა, კავშირი სხვა სამყაროსთან, კავშირი სხვა galaktikasთან და სწორედ ფილმის ბოლოს ეს მტვერი ხსნის ყველაფერს, რაც იქნება. მე როგორ თუმცა ეს მტვერი ყოფილა კუპერის კავშირი თავის შვილთან, ოღონდ სხვა სამყაროდან და სწორედ ამ ქვიშის წყალობით აგებინებდა მე უკვე დასასრულში საკუთარ შვილს, არ წახვიდეო, მე იქ ხედავს წარსულს, ტეზერაქტი, ხო? თავის თავს რეუბნება რომ არ დამწოვო. კი, ნუ აი sakmaut. Make him stay, Merv. Don't let me leave, Merv. Don't let me leave, Merv. No! მან უკვე როგორც მახსოვს შავხრელში არის, ხო? კი. და ნუ იქ რაღაც აბსტრაქტული ვიზუალი არის, ცხადია და ეძახის და გონია რომ გააგებინებს, მაგრამ მაინც მოახერხებს და რაღაც წიგნს გამოძრაობს, ხო? წიგნს გამოძრაობს, ჩამოაგდებს და მე ხა პირდაპირ ფინალზე რო აღარ გადავიდეთ, გავყვეთ ასე ვთქვათ, რა დეტალები არის. ხო, ეგ ბოლოში ვამბობთ მე. ბოლოში კიდევ ერთი დეტალი არის მნიშვნელოვანი. უკვე კუპერის წასვლის სცენა არის ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი. პირველ რიგში უცებ რომ გავიხსენოთ. არა მარტო ბატონი მეთიუ თამაშობს აქ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მსახიობი. ჩემი ტიმოთეც გახლავთ აქ 15 წლის ახალგაზრდა როლში, კუპერის მეორე შვილის როლში. ნაკლებად მნიშვნელოვანი პერსონაჟი, მაგრამ ამასაც თავის დატვირთვა აქვს, სადაც მე ვისაუბრებთ. ნუ ერთ-ერთი დებიუტი დაიწყო ტიმოთი შალამემ. ერთ-ერთი კი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იყო ეს მისი, მაგრამ აქ რა უნდა მეთქვა ახლა.
როცა უკვე დათანხმდება ამ ყველაფერს ერთი სცენარი მნიშვნელოვანი, როცა კუპერი მიდის მანქანით საფრიდან როცა მიდის ხოლმე და თუნდაც მერფის ეტყვის რომ დარჩეს სახლში ერთი სცენარი მათამდე რომ გადაფარებული ადიელის ქვეშ იმალება და ესე მიყვება. ხო, შემდგომში როცა უკვე კუპერი მიდის უკვე ასაფრენად ძალიან კარგი სცენარი ერთი იმიტომ რომ პირდაპირ გადადის კადრი ანუ როცა მანქანის წასვლიდანვე იწყება ეს ცნობილი take-off-ის ასე ვთქვათ თუ კუთვლა 10:08 და მიფრინავს შემდეგ და ეს ძალიან კარგად აკავშირებს უშუალოდ იმ კოსმიურ ამბავს და sci-fi თემას ძალიან ოჯახურ და ემოციურ მოტივებამდე ძალიან კარგად ჩამოყავს. და ხო ის დეტალიც რომ გულში სულ იმედი აქვს რომ გადახდის და აღარ დახტება იმიტომ რომ ჯერათ აი მაგ მომენტში ხდება უკვე რომ დატოვა უკვე შვილები და სხვა საქმეზე წავიდა ასე ვთქვათ. კი და ფილმის ალბათ ყველაზე ემოციური მომენტი სწორედ ის არის, როდესაც უკვე კუპერი სხვა galaktikაში არის და მერე აღმოაჩენს იმ გამოგზავნილ ვიდეოებს, რომელიც ჩაწერა საკუთარმა შვილმა, მერფმა და ამდენი წლის განმავლობაში აღმოჩნდა, რომ დაგროვდა გარკვეული რაოდენობის ვიდეოები, მერე რომ ნახავს, რომ შვილი უფრო მოხუცი არის ვიდრე თვითონ, ну იქ ყველა მიცდა ალბათ ეს სცენა, რომ ტირის და I met another girl, Dad. I really think this is the one. Her name's Lois. Her right there. Murphy still grabbed his car. She crashed it. She's okay though. ნამდვილად მამისთვის მილერის პლანეტის ხო მილერის პლანეტის მერე არის ეს მამისთვის ნამდვილად ზუსტად აღწერილი როგორი მძიმე არის მამისთვის ეს სიტუაცია და ეს მართლაც რომ აი ჯესიკა ჩესტეინის საარტისტობაც არ დავყარგოთ იმიტომ რომ რა თქმა უნდა იმპროვიზებაც იყო ძალიან დიდი ეს შვილი როგორ ლანძღავს მამამის და აი ლანძღვა იყო სწორედ იმპროვიზაცია კი სცენაში არ ეწერა ხო აი ზოგადად რა არის რა გენიალურობა ამ ფილმის რომ ერთი კადრი ერთი მომენტია როცა არიან მისიაზე პლანეტაზე და მე უცე მეორე კადრია რომ როგორ უყურებს ვიდეოს და ემოციურზე გადადის ეგრევე მეცნიერულიდან რა და თან ორივე ძალიან მაგრა არის აკეთებული ორივე ჟანრი ძალიან მაგრა არის შეწყული ერთმანეთთან იმიტომ რომ ეხლა რო უყურებდი ეხლა მილერის პლანეტაზე რომ ტალღები რომ მოდიოდა იმხელა მან გული გამისტაკინა მეც მაგრამ მე მეორე წამს რო უწევ ეკრანს უყურებს და ვიდეოს უყურებს და რო ტირის მან უკვე ემოციური ის წამოიღო და მაგიტო არის ახლა მსახიობებს შევეხეთ უნდა აღვნიშნოთ Anne Hathaway-ის საოცარი შესრულება საოცარი მსახიობის და მართლაც უნიჭიერესი ადამიანის და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟის დოქტორი მანის პერსონაჟი რო დავახასიათოთ ასე ვთქვათ Matt Damon-ი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი თამაშობს მის როლს დოქტორი მანი ასე ვთქვათ იპოვიან ხომალდზე რომელიც იყო ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში ლეთარგიული ძილი თუ გაინტერესებთ რა არის უყურეთ თავიდან ბოლომდე 2001 კოსმიური ოდისეას იმიტომ რომ სწორედ იქ არის ახსნილი და სწორედ იქ არის პირველად ნახსენები ეს ლეთარგიული ძილი იპოვიან გააღვიძებენ დოქტორ მას და სწორედ აქედან უბრალოდ იწყება მათი ურთიერთობა და ერთგვარი თანამშრომლობა დოქტორ მანთან რომელიც საბოლოოდ დასრულდება ერთგვარი ჩხუბით ხო კონფლიქტით შეგიძლია ისაუბრო რა იყო ამ კონფლიქტის მიზეზი მანის პერსონაჟი არის ალბათ ყველაზე კომპლექსური პერსონაჟი კი და რატო ну პირველ რიგში ის გასათვალისწინებელია რადგან NTV ახსენე თვითონ მილერის პლანეტაზე რომ ჩადიან სწორედ მაგ პერსონაჟის ასე ვთქვათ დარწმუნებით ხდება რა საერთოდ არაპირებენ მათ შესაძლოა სწორედ ამ დროის ის სხვაობის გამო ესე ვაინშტაინზე რომ უნდა დაუბრუნდეთ ადობითობის თეორია და ასე შემდეგ და ხო და სწორედ მან დახსენებენ პირველად რომ დროის ესე ვთქვათ უგულებელყოფს დროს ერთადერთი რაც არის სიყვარული. ახსენებს სწორედ ამას ეს პერსონაჟი რა. ასევე მნიშვნელოვანი რაც არის წასვლამდეც ახსენებენ ამ დოქტორ მანს როგორც ჩვენ
ჩვენ შორის საუკეთესოს. კი. და ეს არის The best ყველაზე of us. მნიშვნელოვანი ხო, ბესტოფას კი ბატონო, რომ როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის, ასეთი მეცნიერი, ისე ვთქვათ, განათლებული რაღაცა ხო, იმიტომ რომ იცოდნენ იმ პირველმა ეკიპაჟმა, ვინც კი. გაუშვეს ამ გონფოლში, რომ ისინი უკან დიდი ალბათობით ვერ დაბრუნდებოდნენ. ხო და ამ გარემოებების და მიუხედავად, მაინც ითვლებოდა, რომ საუკეთესო იყო მათგან და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ, build-up-ი ასე ვთქვათ, აშენებენ ამ პერსონაჟს, წინასწარ აშენებენ და ბოლოს ჩადიან, არსებობდებიან რომ იქ მე-19 დახვდებათ. და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩადიან სინამდვილეში არის, რომ იქიდან გამოგზავნილი ასე ვთქვათ, დადებითი ფიდბექი რა, უკავშირი. რომ დოქტორმა მანმა რაღაცა სარწმუნო რაღაცები იპოვა, რომ აქ შეიძლება რაღაც გამოვიდეს ამ პლანეტიდან და საბოლოო ჯამში ჩადიან და ხვდებათ ის, რომ ხვდებათ სრული სიცარიელი, არაფერი მსგავსი და ესეც ხაზს უსვამს ზუსტად ადამიანის, ასე ვთქვათ, ხასიათის კომპლექსურობაზე, რომ ასეთი თითქოს და იდეალური ადამიანიც თვით გადარჩენა კი, ექსტრემალურ სიტუაციაში ცხოველურ ინსტინქტებამდე დადის საბოლოო ჯამში. და ნუ არის კიდე რაღაც სენტიმენტალური დეტალები, უშუალოდ კუპერის და მანის ასე ვთქვათ, ჯგუფში ხო. რომ გაუტეხავს ისინი მაგ დეტალებში ხა აღარ ჩავდეთ შორს წაგუყანსა ყველაფერი, მაგრამ ხო, მართლა ყველაზე კომპლექსური პერსონაჟი ალბათ დოქტორი მანი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე განვითარებადი პერსონაჟი არის დოქტორი მანი. ეგრეა. იმიტომ რომ კუპერის განვითარება ეხლა უბრალოდ რაღაც შვილთან რაღაც მამაშვილური ურთიერთობა, სიყვარული რაღაც დრო, თორე როგორც განვითარება დოქტორი მანის პერსონაჟი ნამდვილად ასეთ მოკლე დროში სრულყოფილად ვითარდება და ბოლოს ვიღებთ ერთ კონკრეტულ შედეგს, პროდუქტს. გადავიდეთ მოდი შედარებაზე. შევეცდებით რომ მაქსიმალურად მოკლედ და მიუკერძოებლად ჩავიაროთ ეს პუნქტი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენ პუნქტებად გვაქვს ჩამოწერილი და არ გვიწერია სცენარი, რაც უნდა ვილაპარაკოთ და ეს ნამდვილად სცენარის ჩამოწერა არაპროფესიონალიზმის ნიშანია და ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია რომ ვართ დამწყებები, მაგრამ თან პროფესიონალები. ასე რომ მოდი დავიწყოთ შედარება. ყველაზე მიუკერძოებელი მე ვარ ახლა ამ შედარებაში. კი, კი, კი. და მოდი ცოტა მე ვიტყვი რომ ჯერ მაინც ეს რა ქვია დავაყალიბოთ რა მოხდა სიტუაცია. ხო, ესე იგი 2001 1968 წლის ფილმი იგივე ჟანრის 2001 კოსმიური ოდისეა კი რომელიც ხო იგივე ჟანრისა როგორც ვახსენე, მაგრამ ინტერსტელარზე განსხვავებით ემოციურობა არ ვიცი, მაგრამ sci-fi და მეცნიერული ჟანრი არის ზე დონეზე მართლაც გადმოცემული. მოდი მეც ვიტყვი, რა თქმა უნდა მიუკერძოებლად, მაგრამ ჩემს სუბიექტურას რა თქმა უნდა დავაფიქსირებ, იმიტომ რომ ეს არც ერთი ფილმი არაა ისეთი რომ თქვათ რომ ერთი მეორეს ჯიბეში ჩაისვოს. უბრალოდ რაღაც მხრივ ინტერსტელარი არის გაცილებით უფრო ძლიერი, რაღაც კრიტერიუმებში, რაღაც მეცნიერების ზუსტით მაგალითად. მეცნიერების ხო თუნდაც ემოციური ფონი ინტერსტელარში არის, იმიტომ რომ 2001-ში საერთოდ არ არის ემოციური ფონი. პერსონაჟების განვითარება, რა თქმა უნდა, არის ინტერსტელარში, იმიტომ რომ სახიობობაც რა. ხო, სახიობობაც, რა თქმა უნდა, აქტინგი 10-დან 10 არის ინტერსტელარში და 10-დან 2 თუ 3 არის 2001-ში. მაგრამ 2001 ისეთი სტილის ფილმი არის, რომ ეს ფილმი არ მოითხოვს რაღაც განსაკუთრებულ სამსახიობო ნიჭს. და ეხლა რატომ? ბარემ რახან ინტერსტელარის ძირითადი ძლიერი თვისებები ვთქვით, გადავიდეთ ამაზეც ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ხოლმე 2001 არის უფრო როგორ თქვა, ცივი, ნელა ვითარდება და ეს ნელა განვითარებაც ძალიან უხდება, მე რომ ჩემი სუბიექტური აზრით, ჩემთვის ნაკლია. არის ღრმა, ფილოსოფიური, მითიური, ნუ ენრაოდენობის დეტალი აქვს, მაგრამ ხო, ნუ ემოციური ფონი არ არის, ეს არის ცარიელი ინტელექტუალური მოდელი რაღაც კოსმიური სამყაროსი, აუცილებლად უნდა აღვნიშნო მუსიკა 2001-ში. მუსიკა აქ არის გამოყენებული ერთადერთი კომპოზიტორის შტრაუსის Blue Danube Waltz, ესე ქვია. და კიდევ გამოყენებული არის რიხარდ შტრაუსის ასე იტყოდა ზარათუსტრა, რომელიც ამშვენებს ფილმის დასასრულსაც და დასაწყისსაც.
ნუ მაინც ახლა როდესაც რეჟისორი კლასიკურ მუსიკას იყენებს, რა თქმა უნდა, როგორ თქვა, სხვა დონეზე აყენებს ეს თვისება რეჟისორს, მაგრამ ციმერმა მოახდინა ის, რომ აი შექმნა მაგარი პროდუქტი ინტერსტელარის საუნდტრეკების თვალსაზრისით. ხო, მაგრამ 2001-ს ნახე, 2001 ტოვებს ალბათ ყველაზე მეტ კითხვას. ხო, ნუ 2001 დაგიტოვებს უეჭველი კითხვებს, რომლებსაც შეიძლება წლები ვერ გასცე პასუხი და თუ არ ჩაეძიე მე. თუ არ ჩაეძიე. ანუ უფრო ღრმა და ფილოსოფიური არის, რა თქმა უნდა, 2001. ემოციური, დრამატული, რა ვიცი, სამეცნიერო უფრო და ასე ვთქვათ, უფრო ადამიანური და უფრო რეალისტური არის, რა თქმა უნდა, ინტერსტელარი. ეხლა აღარ გადავალთ 2001-ის ძირეულ ახსნაზე, მაგას ცალკე პოდკასტი სჭირდება. რო დავუბრუნდეთ ისევ ინტერსტელარს, შევადარებთ როგორც რა თქმა უნდა, კი ბატონო. მეორე სუბიექტური აზრის მქონე პიროვნება. ეხლა რომელი მირჩევნია და რომელი არ მირჩევნია, ამაზე არ ვისაუბრებ. ხო, რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია. მაგრამ ხო, რაც ჩამოთვალე, თითქმის ყველაფერში გეთანხმები. ერთადერთი რაც ცოტა სხვანაირად ვიტყოდი არის მუსიკა და რატო. ხო. ციმერის, ასე ვთქვათ, ეს კომპოზიციები უფრო მეტად არის მორგებული კონკრეტულ სიუჟეტზე, ვიდრე 2001-ში გამოყენებული ის უბრალოდ უხდება, ხო? ხო, ის უხდება და ეს ამბავს ყვება. ძალიან უხდება და ეს ხო, თითოეული ნოტი ამბავს ყვება, ხო? თუნდაც ვახსენეთ მაუნტენს. ხო, და მას შეიძლება სამეცნიერო იმას კიფთონის დაწერილი არის უმეტესობა მეცნიერული დეტალები. ასტროფიზიკოსი და ასე შემდეგ არ ვისაუბროთ უფრო დეტალურად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი ეს იყო სწორედ ამ, ასე ვთქვათ, სამეცნიერო რაკურსითაც და ეს შავი ხვრელი გარგანტუა რაც არის იმდენად ზუსტად არის გაკეთებული, რომ ფილმის გადაღებიდან რამდენიმე წელიწადში გადაიღეს ის ცნობილი შავი ხვრელის ფოტო რაც გვაქვს დღეს, ხო? ეს ჩამისვით რა ეს ფოტო შეიძლება. რომელი? კი, შავი ხვრელი მე გეტყვი. აი ჩამისვით. ჩავსვლა. ჩაჯდა უკვე. შეადარე. აი ეს რო შემიდა. ხო, ძალიან ზუსტად არის გაკეთებული, ანუ ის თეორიები რაც იყო შავხელთან დაკავშირებით, CGI-ს თქმა უნდა ხან გამერტო რამე გადაიღებდა IMAX-ის კამერებს, ხო? ძალიან ზუსტად იყო გაკეთებული იმ დონემდეც, რომ რეალური სურათი მე რაც მოვიპოვებთ კაცობრიობამ ერთ-ერთში დამეთქვა, ნუ ერთი განსხვავების ყურს სხვა რაკურსით იყო. ეხლა რაც შეეხება φιλმის მიღწევებს, შეგიძლია იმს რომ ან ოსკარი კი არის, ოსკარებს კი არ ვიცი. თითო ოსკარია გონებას. მე 2001-ს აქვს ვიზუალურ ეფექტებში და აიუა ამას. ხო. ნუ დამსხურებული რო არის ამაზე, არ ვილაპარაკოთ, არც ორი უნდა იმსხურა. თავისთავად და ხა მე ზოგადად მიღწევებით არ ვაფასებ ფილმებს, იმიტომ რომ ორივემ დაიმსახურა და ბოდიში გამომრჩა 2001-ში არის საუკეთესო პერსონაჟი რობოტი თუ რავი ხელოვნური ინტელექტის რაღაც ცნება ხო ჰალი რომელიც მაშინ ხელოვნური ინტელექტი მაშინ არ არსებობდა 70-იან თუ 60-იან ცნებაც არა ცნება იყო მაგრამ არ არსებობდა სამეცნიერო ფანტასტიკები იყო მაინც სტენლი კუბრიკმა მოახერხა და ფაქტობრივად წინასწარმეტყველა ჰალის როგორც ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპის დადებითი და უარყოფითი მხარეები და საშიშროება და ესეც კიდევ უფრო მეტ ელფერს და დიდებულებას ძენს ამ ფილმს. რაც შეეხება მიღწევებს, ეხლა რა მიღწევებზე ვიყავით რა. სულ არ მადარდებს ყალებში რომ ამ ფილმს არ აქვს ბევრი ოსკარი, იმიტომ რომ ოსკარი არ აქვს ოსკარი არ აქვს გარიზონება ჩემი აზრით ფილმის სიმაგრე თუ რაღაც. ოსკარი არ აქვს არც შოუშენკს მასე მაგალითად. მაგრამ პირველი არის IMDb-ს. კიდე ძალიან ბევრი ფილმს ჩამოთვლით, რომელსაც ოსკარი. ანუ ოსკარი არ ხან ის ორი აქვს. თუნდაც მკვდარი პოეტების საზოგადოება რატომაც ამსახურებს ანუ ოსკარებით ეხა ასე ვერ განასჭირა რა ფილმებს, იმიტომ რომ მაინც ერთი გემოვნების საკითხია და მეორე შეიძლება სხვა ფილმა აჯობა იმ წელს და მაგით გააჩნია კონკურენციასაც გააჩნია ეხა რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა ვერ დავიჯერებ რომ ინტერსტელარი ისეთ φιλმებთან იყო კონკურენციაში რომ ოსკარი მარტო სპეციფიკად მეც აღარ მახსოვს 2014-ში. ხო და გააჩნია კონკურენციასაც რა თქმა უნდა რომელ ფილმებს ეჯიბრები და მერე შესაბამისად მაქსიმალურად ობიექტურად ცდილობენ რომ
მისცენ ოსკარი საუკეთესოს. ხო, უცებ ჩავამატებ აქაც ხელოვნური ინტელექტების შედარებას. ჰალი და ტარსის შედარება, ხო? კუბრიქს უფრო აქვს საფრთხე ხელოვნური საფრთხე რა თქმა უნდა, ჰალი პრინციპში ანტაგონისტია. ხო, თავარი ანტაგონისტი არ არის და რაც შეეხება ტარს, ნოლანს აქვს წარმოდგენილი როგორც რამდენად გამოსადეგი რამ შეიძლება იყოს. ხო, დამხმარე ადამიანის ასე ვთქვათ, მარჯვენა ხელი. ერთი ძალიან კაი, ერთი არა, ორი დეტალი, რაც შეიძლება უნდა ვახსენო, ერთი არის ორივე ლოგიკურია პრინციპში. ხო, AI-ის აქ როგორც ის გარეშე მეორე არ გამოვა. რა თქმა უნდა. ისეთ რაღაც ახლა საქმე და ორი დეტალი რაც უნდა აღინიშნოს ამ ჰალი გასაგებია ხა იმაზე არ ვისაუბროთ ახლა, მაგრამ ტარსთან დაკავშირებით პირველი დეტალი რაც არის ის რომ იუმორის პროცენტი რო აქვს, რომელსაც უყენებს კუპერი. ეგ ძალიან საინტერესო ამბავია, ადამიანური მომენტია, სხვა თუ არაფერი. და მეორე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, აი ეს დოკინგ სცენა რაც არის. აი ეგ უნდა მეთქვა ახლა. აი მაგ სცენაში როცა იმას ჩაჯდეს ეს იმაში რა ქვია, მოდულში. დაზიანებული ხომალდი უნდა ჩაჯდეს ამ კი, მას ხო, ძალიან დიდ გადატვირთვას უნდა გაუძლოს, ხო, ჯის უნდა გაუძლოს იმ მომენტში და მაგ მომენტშიც კუპერის ნდობა ხელოვნურ ინტელექტზე, რომ იცის რომ შეიძლება გაითიშოს. მან კიდევ ერთი დეტალია დანიშნული, NHTV-ის პერსონაჟი, რომელსაც ახლა აღარ მახსოვს უფრო. არ არის იმდენად გამოსცილი, რამდენად არის კუპერი. იმიტომ რომ ერთი დეტალი არის, როცა წაიღებს ეს ასე ვთქვათ, ერთ მხარეს ინერციით, ეს NHTV-ის პერსონაჟი გაჩერდება იმ ინერციაზე და კუპერი საპირისპირო მხარეს არის, რომ ეს გამოცდილება ეთყობა ამ პერსონაჟს ძალიან ეს პატარა ასე ისე მნიშვნელოვანი დეტალია, მაგრამ მაინც. ხო და კუპერი ანდობს რომ თუ გავითიშე, შენ გააგრძელე ეს ოპერაცია ასე ვთქვათ, ხო? Tick the stick. ნუ მე კიდე ის მომენტიც არის, კუპერი უკვე როცა ცდილობს შავ ხვრელში შეაღწიოს და ეს NHTV-ი რო წინააღმდეგება და აი ის მახსენდება სულ Infinity War-ში თუ Endgame-ში რო არის ქორის თვალა და ნატაშა რომანოვა რო ერთმანეთს ინაშობიან აჩერებენ და ჰოკაი. მოიცა ეგრე არ ქვია? მასე ქვია. არ ვიცი ქართულად ქორის თვალა. ქორის თვალა. ხო. აი. ეხლა ზამბი. ხო და სულ ეგ მომენტი მახსენდება რა და ეს კუპერიც უკვე მე შეაღწევს ასე ვთქვათ სულ სხვა რეალობაში, სულ სხვა განზომილებაში, რომელსაც შავი ხვრელი ქვია და მე იქ არის გენიალური ფინალი, შეგიძლია თქვა. ხო, ფინალამდე კიდე ერთ დეტალს ვიტყვი. არე, სანამ მან გადავალ. მესამე პერსონაჟიც არ უნდა გავიტყვეს მათ. NHTV-ის მეთიუ მაკონახის და მესამე დოქტორი. ხო. დიახ. რომელიც ელოდება ჩაიკა 23 წელი ელოდება. ზუსტად ეთქვის დროს რამდენი წუთი. კი, ისა ტარსი ეთქვის ზუსტად. თვითონ ეთქვის. შავკანიანზე არის ხო ლაპარაკი? ხო. შავკანიანი ის არის. მე წლებილი სტუდიო ზუსტად ეუბნება ეგ თვითონ. დილან ტომასის პოემა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თავარი დეტალი რაც არის ამ ფილმში. Do not go gentle into that good night. კი ბატონო. რაზეა ხა ეს პოემა? უცებ. რომ ვახსენოთ, რამდენიმეერად შეიძლება ამ პოემის გაგებაც რა თქმა უნდა როგორც სხვა ბევრი ასე ვთქვათ ინდექსის იმ პოემის და ასე შემდეგ. მაგრამ ერთ-ერთი მამოძრავებელი ის რაც არის რომ ამახვილებს ყურადღებას სიკვდილის გარდაუვალობაზე. good night არის იგივე სიკვდილი, სინათლის სიკვდილი ასე ვთქვათ და შესაბამისად ადამიანის, მაგრამ აქ თავარი მოწოდება რაც არის რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანი მაინც არ ნებდება და კონკრეტულად ამ ფილმში ეს ძალიან კარგად ჩანს და პროფესორი მაიკლ კეინის პერსონაჟი სწორედ ამ პოემას იყენებს იმისთვის რომ ასე ვთქვათ შეაგულიანოს ეს კუპერის ასე შემდეგ. და ბექგრაუნდიდან ისმის. მაგრამ ბოროტი გამოყენება არის ამ ფილმში. ხო, კი, იმიტომ რომ თად ისე ზუსტად არ იყენებს როგორც ჩაფიქრებული ან დაწერის დროს როგორც თვითონ ტომასმა ჩაიფიქრა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უხდება ამ ყველაფერს სწორედ ამ მიზეზის გამო, რომ განწირულია დედამიწა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეს პილოტებიც და ეკიპაჟის წევრებიც შეიძლება იქ ვერ დაბრუნდნენ,
ასე ვთქვათ, სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ დანებება გამორიცხული. კი ბატონო, აი ეს ამბავი მინდა ჩამოთებინა. რაც შეეხება უშუალოდ ფინალისკენ რო გავიდეთ, ხო, ნუ აღმოაჩენენ იმას, რა ქვია, შავი ხვრელის ამბავს, ეს თეორიები, ამაში ახლა თანაცნებად ამბავში აღარ ჩავიდეთ. და უშუალოდ გადავიდეთ კუპერის შესვლის მომენტში. ხო, მოხდება რაღაც აბსტრაქტულ რა, განზომილებაში, ხო, რა. შავხვრელთან ახლოს მიდის Event Horizon, რაც ქვია იმას გადაყვეთ, მანდარით ცოტა სამეცნიერო უზუსტობა ერთადერთი. რაც ნუ შავხვრელში გასვლა არ არის მარტივი ამბავი, იმიტომ რომ რაც უფრო პატარა შავხვრელი და აღწერილი ეს კომპლექსური ამბავია. ნუ გამდენად გადის არ გადის კიდე სხვა ამბავი არის, იმიტომ რომ ტესერაქტი დახვდება, ხო? კი. ხო და თვითონ ეს ტესერაქტი, ნუ ჯერ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რა არის ტესერაქტი, 4-განზომილებიანი ფიგურა, ასე ვთქვათ, სადაც 4 შრიანი თუ 4 განზომილებიანი. განზომილებიანი, სადაც დროსაც შეგიძლია დააკვირდე, არა როგორც სწორხაზოვანს. ხო და მან მნიშვნელოვანი დეტალი ეგ არის ერთი, რომ ტარსის და კუპერის გააზრება, რომ ეს ნამდვილად ადამიანების გაკეთებულია მომავლიდან, რომელმაც დაახვედრეს ეს და ასე ვთქვათ, არავის აქ არ მოუყვანიხარ, ჩვენ თავად მომყვანენ ჩვენი თავი აქამდე. ცნობილი ფრაზა არის ეს და ნუ წარსულის შეცვლაც აქ ნაკლებად გამოდის, ვინაიდან ეს უკვე ძალიან კომპლექსური დროში time travel-ის ამბები ხო, არის. მე იქ აღმოაჩენს, კი არ აღმოაჩენს, დაინახავს მერფი რო არის თავის ოთახში ჩაკეტილი და გაბრაზებული როა, რომ მამამისი მიდის ამ ექსპედიციაზე და მაგ ეპიზოდს დაინახავს, მაგ დღეს თუ მაგ წუთებს და ხო, ნუ იდეაში მთლიანად ხედავს ყველაფერს, ეგ არის მთელი აზრი მაგ იმის, რომ მთლიანად ამ დროის განზომილებას აკვირდება გარედან. და თავარი რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, არის რომ გრავიტაცია შეუძლია, ნუ როგორც ასე ვთქვათ, თეორიის ამბავია, ხო ესეც. აინშტაინიდან. ელემენტარული კონტაქტი შეუძლია იმასთან, რა ქვია, რეალურ განზომილებასთან, რასაც ქვია დედამიწის. სადერთი რაც არის შემოიფარგლება სამი განზომილებით და დროში, მოგზაურობის კუთხით, რასაც შეუძლია არის გრავიტაცია. ხო და ეგ არის სწორედ ეს მამოძრავებელი, ასე ვთქვათ, ძალა ბჭყალებში, რის საშუალებითაც მე კუპერი ეხმარება მიანიშნებს, ასე ვთქვათ, მერფის, ასე ვთქვათ, იმ წარსულში და მე იქ მერფი მიხვდება, ასე ვთქვათ, ევრიკა გადმოკვლის იმ ფურცლებს იქიდან. ახლა ეგეც საინტერესო დეტალი რომ ის შენობა სადაც არიან უშუალოდ ის კოსმოსური ხომალდი და გარდაიქმნება შემდეგ. ხო, მე კი. თლიანის კონსტრუქციაც. ხო, ნუ ძალიან ისეთი კომპლექსური ფინალი აქვს ამ ფილმს და მე რომ ვკითხო, ასეთი ფინალი რო არა ფილმი, ასეთ შთაბეჭდილებას არ დაუტოვებდა მაყურებელს, იმიტომ რომ არ ვიცი, მე პირადად ფინალმა აი გამაგიჟა, გამაოცა, რომ ძალიან ემოციური და აი როგორ თქვა, აი ბედნიერების და აი რაღაცის მიღწევის ცნება არის, ასე ვთქვათ, ეს ფინალი. ხო, უყვარს ნოლანს ეგეთი და კიდევ მნიშვნელოვანი რაც არის ნოლანის ფავორიტი ის, რომ არ გეუბნება ბოლოს რა მოხდა. ბოლოს ხო. არ მიხვდა შენთვის. ხო, შენ ანუ შენით უნდა გაიაზრო. გინდა აქ-აი. მაგრამ რა თქმა უნდა, ადვილი მისახვედრი არის, ანუ პასუხს, კონკრეტულ პასუხს არ გეუბნება ბოლოს. წერტილს არ სვავს, ასე ვთქვათ რა. ხო, ნუ თვითონაც ამბობს ხშირად, რომ არ მინდა რომ ისე ვთქვათ ფინალი ჩემი დავწერო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ინტერსტელარშიც ასეა, ინსეფშენშიც ასეა, რომ არის, ანუ შენ გადაწყვეტილებაა. როგორც აქ არის გადაწყვეტილი, რომ საწავი და კუპერი დაუბრუნდა თუ არა იმ მენქეთევის პერსონაჟს, რომელსაც ახალი კიდევ ვერ გავიხსენე. იქ ჩავიდა იმ მაგასთან პლანეტაზე თუ არ წავიდა, ან ინსეფშენის შემთხვევაში ნუ გვიძავს თუ არა პერსონაჟი დიკაპრიოს პერსონაჟს, ხო. და ასე შემდეგ და ტენეტეს და ასე შემდეგ ბევრგან აქვს ეს გამოყენებული და რაც თავარია და თვითონაც ყოველთვის ამბობს, რომ ინტერსტელარიდანაც, ტენეტიდანაც ყველა მის ფილმიდან რაც არის თავარი, როცა ეკითხებიან, რომ როგორ უნდა გავიგოთ შენი გაკეთებული ფილმი, ყოველთვის ეუბნება, არ უნდა გაიგოთ, უნდა იგრძნოთ. კი. აი ეს არის თავარი, რადგან სხვადასხვა ნოლანმა ერთ-ერთ ინტერვიუში თვითონ თქვა, რომ ჩემი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძლიერი ფილმი არისო სწორედ ინტერსტელარიო, რასაც ყველაზე დიდი დრო დაუთმეო და ხონა აი მე თვითონაც ვიგრძენიო, რომ ეს არისო ჩემი რეჟისურის სახეო. და სწორედ ამიტომაც არის მართლაც, რომ საუკეთესო ფილმი, მოდი ვაღიაროთ. ემოციურ თემასაც ეხება, მამაშვილობა, თაულანწილო და ხო, აი გენიალური ფილმი არის და
გონი საკმაოდ საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა, საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი. შეიძლება რაღაცები დამატება, მაგრამ კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მაინც ახლა შეზღუდულები ვცდილობთ, რომ შეზღუდულები ვიყოთ დროში. მაგრამ რა? ჩვენ შეგვიძლია ახლა მე მაქვს ყველა შორის თქვენთვის თამაში მოტანილი. სურპრიზი თუ გინდა აგერა, დავეთ. ეხლა ესე იგი გავხსნით და ეხლა თქვენ უნდა ჩავმოთვალოთ რიგრიგობით. ხა? ესე იგი IMDb-ის top 13 ფილმი უნდა ჩავმოთვალოთ რიგრიგობით. აი. კაი, რომელი დაიწყებთ? პირველი რომელი აი დაიწყებთ? მე დავიწყებ. კარგი. IMDb-ის? ხო, იმენა IMDb-ის. პირველი არის Dark Knight-ი, თუ სწორად მახსოვს. ან უბრალოდ ფილმი დამესახება. ჯერ ერთ შენ ამბობ, ერთ მე ამბობ, ერთ ვისაც შენ გაუთავდება წააგო. Dark Knight. Dark Knight-ი არის მესამე ადგილზე. შოუშენკი. პირველ ადგილზე. Interstellar-ი. არ არის. ან მოვიდა. Вообще არ არის, 13-ში არის. გასწორდა. ისა Godfather. კი ბატონო. Inception. Godfather-ის ორივე ნაწილი არის. Inception. ხო, ორივე შევინახე. Inception-ი არ არის, 13-ში არის. მან იქნება Gateway. Goodfellas არის? არ კითხვებით ახლა არ არის. ანუ დავაფიქსირე. არ არის. არა, არ მოვიდა შენთან. აი. გაცამდე. Top 13-ში. Top 13-ში რა შეიძლება? 2001. არ არის? მაგრამ უნდა აი არ ვიცი, იქნება 12 განსხვავებული რაღაცა. კი, არის, მეხუთე ადგილზე არის. ეგ რა თქმა უნდა იქნება. კაი, top 5 მორჩა. აი, მოიცე კიდევ რა შეიძლება? პირველი 5 მორჩა. რა შეუნა იცოდე. მაცად. Good Will Hunting-ი. 13-ში არის. რა უნდა ბიჭო? რა შეგვია რა? ის დაბრუნება. ერთ-ერთი ძალიან. ის დაბრუნება. მესამე ჰარი პოტერი უთხარიო. რა შეიძლება? Wall Street-ის ველი. არა. რომელი ადგილები დაგვრჩა მითხარი? მე-7 და მე-13 შევხვდით. პირველი 6 მორჩა. ცოტა მარტივად შეხედეთ კაცო, რა ვიცი, ძალიან მარტივი ფილმი, ყველა ის სახე აბსოლუტურად. ჩამოვთვა რა, ნამეხმაროს. მე თქვი ყველაფერი. შემიძლია დასკიპო თუ არ იფიქრებ და იმან შეადარებ. შენ დამავწა რა უნდა მეთქვა. ნუ ნათლია პირველი და მეორე ხოვთქვით. კი. შოუშენკი თქვით. Forrest Gump. კი, მე-18 ადგილზე არის Forrest Gump. რავი, Scarface. ბეჭდები ძალიან ბევრი მე მგონი მარტო ეგ არის სამში. პირველი და მეორე მგონი არ არის. ხო არა. აფიქსირებ? აი ორი კოშკი თუ თავებს. თუ კი არის. შეიძლება. რომელზეა? მე-11. მე-11-ზეა. რა ადგილები დაჩვენ მითხარი? მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-13. მე-7 რა. Fight Club-ი ხო არა? მე-13 Fight Club. კაი, თუ ვერ ხვდებით მინიშნებებს აი ბეჭდის საძმოც იქნება მაგრამ. სამი ნაწილი არის. სამი. არ შევხედავ. კაი, დაგჭირთ სამი ფილმი. შემიძლია რა იგი მინიშნებები თან ჩემი ხო. არის ესე იგი. მინიშნებები ხედავ ერთ ჩვენ. კარგი. Western-ი. ჩვენ დავილაპარაკეთ ჩვენ. Western-ი მიდი უცებ. The Good, the Bad. კარგი ცუდი ბოროტი. ეხა შენ. კარგი. ომი. რატომაც არა ომი. რა ომი ბიჭო რა ომი. თუ ძალიან ზოგადი არის შემიძლია მე დავა. ძალიან ზოგადი არის. კარგი. შავ-თეთრი. შავ-თეთრი. და წითელი. დიდი დიქტატორი ხო? არა. შინგლერისია? კი. და ბოლო. წითელი ის პატარა ბავშვი. აი, ბოლო. ესე იგი, როგორ აღიხსნა? ჩემი ჯერი არის ესე იგი. კი. ნანაშევიც წარი ვიტყვი. კაი, მინიშნება თუ ეხლა მოდი ცოტა რასადროდის ის გაურიოთ, თუ კონკრეტულ დროში თუ ვერ გამოვიცანი, მე დაგაცი. მოვიფიქრე და 30 არ დაგაცდი პირდაპირ. კარგი. კარგი. მინიშნება, მოვიფიქრე, მოდი იყოს ტარანტინო. ალფიში. კი. შოა ის ნიჟი. ეგ არის.
ეს იყო მიწას top 13. გაგასწორე და მინდა დააფიქსიროს ანგარიში რომ დამფიქსიროს. ხო, ანგარიშს ვიდეოში დავითვლი ხარ დამფიქსირა. ხო, კენტი იმიტომ ვთქვი, რომ ფრე არ დამთავრებული იყო თამაში სპეციალურად. მე ვეპარებოდა ამას, რომ ფრე შეიძლება დამთავრებულიყო. ხო, რატომაც მეგონა რომ მე უფრო მეც კარად გამოიცნობდით, მაგრამ გამიცნობდა იმედები. ეს იყო თამაში პირველად ექსკლუზიურად ჩვენ პოდკასტში და შენებს იქნება ხოლმე აუცილებლად. საინტერესო თამაში იყო სხვათა შორის და გავაკეთოთ ხოლმე ესე. ეპიზოდი როგორ იყო, როგორ მოგეწონა? მე ძალიან მე მომეწონა საკმაოდ საინტერესო განხილვა გამოვიდა, ნუ რაღაც ნაწილები ცოტა გაგვიგრძელდა საუბარი. რაღაცები გამოვტოვეთ, რაღაცები გაგვიგრძელდა, მაგრამ ძირითადად მათი საუბრეთ. ლაივში გავიდეთ მე და ვესო. საბოლოოდ ვთვლი, რომ ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა. ლუკა ნემსაძესთან ერთად მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. მოკლედ, გველოდეთ და უყურეთ ახალ ერთი კვირით გემშვიდობებით. ერთი კვირით გემშვიდობებით შეიძლება ითქვას. თუ არა ერთი თვით.